გოგოტიშვილი მათ როგორც სამშობლოში, ისე საქართველოში შეხვდა. ახლა ის თავად მოგიყვებათ, რატომ ჩამოდიან ბური ფერმერები ჩვენ ქვეყანაში. იარაღი არასდროს არის ზედმეტი. თუ ფერა თეთრი ხარ და სამხრეთ აფრიკაში გაგაჩინა ზენამ, დიდი ალბათობაა მისი გამოყენებაც მოგიწიოს. 4 საუკუნის მანძილზე ამ ქვეყნის სიმდიდრეს სწორედ ჰოლანდიელთა უფრო ზუსტად ბურთა შთამომავლები ქმნიდნენ. სანამ 1994 წელს მსოფლიო ზეწოლით უარი თქვეს აპარტეიდის პოლიტიკაზე და დემოკრატიის მშენებლობას შეუდგნენ. თეთრებს დემოკრატია შავ დღედ გაუთენდათ. აპარტეიდის 10 წლეულებისთვის სასტიკი პასუხისგება დღევანდელ თეთრებს მოუწიათ. ხელისუფლებაში შავკანიანების მოსვლის შემდეგ თეთრ ფერმერებს გვაიძულებენ მიწების 30% მათ გადავცეთ. ეს ფაქტობრივად ნაციონალიზაციაა. მთავრობა დეფიციტს იმიზეზებს და არაფერს გვინაზღაურებს. მიწა, რომელიც მათ გადაეცემათ, აღარ მუშაობს. შავები არაფერს აწარმოებენ, არც იციან და არც უნდათ ფერმერობა. სრულიად განსხვავებული კულტურის ხალხია. სამხრეთ აფრიკის 5 მილიონი თეთრისა და 40 მილიონი შავკანიანი სამყაროებს მაღალი ღობე და მაღალი ძაბვის მავთულქვართი ჰყოფს. სიტყვა ჰეტო ასე ნაცნობი პროგრამა ვრემიას გულისამაჩუყებელი სიუჟეტებიდან დღეს ორივე რასას ერთნაირად ეხება. ოღონდ თეთრკანიანთა ვილებისგან განსხვავებით, შავკანიანთა ხუხულები გადაყრილი ფიცრებითა და ლითონის ნაჭრებით არის შეკრული და გადახურული. ამ ზონაში არც ერთი ტურისტული სააგენტო და ტაქსის მძღოლი არ შეგიყვანთ. აქ არც პოლიცია მოქმედებს და არც კანონი. ცნობილი სოუეტოს მსგავსი დასახლებები ნებისმიერი უცხოსთვის შავი ხვრელია. შავკანიანთა ტრადიციული წესწყობილება დღევანდელ სამხრეთ აფრიკაში პირველად 400 წლის წინ ჰოლანდიელებმა შეცვალეს. მე-19 საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებს აქ ბრიტანეთის იმპერია ჩაენაცვლა, მაგრამ ახლა აპარტეიდის პოლიტიკის ოფიციალური დასრულების შემდეგ ერთსაც და მეორესაც ეს რესურსებით უმდიდრეს ქვეყანა მგონი ოხრად რჩება. თეთრ აფრიკელებს, რომლებმაც ეს თავსდამტყდარი გასაჭირი ნახეს, გასაქცევს ქართველების თავაზობენ. სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში, რომელიც ბურ ფერმერთა ადგილობრივ ორგანიზაციასთან მემორანდუმით მივიდა. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ხელმძღვანელობისთვის და გთხოვთ, აკურთხოთ მათი და ჩვენი გადაწყვეტილებები. ამინ. ასეთი შესავლით მიღებული მემორანდუმი ხელმოწერილიცაა და ნაკურთხიც. შინაარსი საკმაოდ ზოგადია, მაგრამ გამრწობის საშუალებას ყველა მიმართულებითა და ყველა დარგში იძლევა. ტრანსვაალის ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი მათი ბიზნესის საქართველოში გადმოტანის შეთავაზებაა. ყველა ფერმერმა თავად უნდა გადაწყვიტოს წავა თუ არა საქართველოში. აქ ჩვენი მთავარი პრობლემა უსაფრთხოებაა. 3000 თეთრი ფერმერი მოკლეს, რაც შავკანიანი ხელისუფლება მოვიდა. თავდასხმებში ხშირად პოლიციაც მონაწილეობს. აღარ ვიცით მიწას საერთოდ დაგვიტოვებენ თუ არა. ნამდვილად კარგი გამოცდილება გვაქვს და მსოფლიო ბაზარზე გვიცნობენ. საქართველოს ამას ვთავაზობთ. სამხრეთ აფრიკელთაგან საქართველოს სამსახურ პირველმა ვილემ დე კლერკმა შესთავაზა. ყოფილ პოლიციელს საერთოდ არ ესმის საითმედის მისი სამშობლო. პირველი სამშობლო. მე პირველი სამხრეთ აფრიკელი ვარ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. გონია რომ ძალიან კარგი იდეაა ჩვენი ფერმერების ჩამოყვანა, რომელთაც შეუძლიათ ბევრი შემატონ თქვენს ქვეყანას. სამხრეთ აფრიკაში ვითარება დღითი დღე უარესდება. თუ საქართველოში მათი პირადი უსაფრთხოება და საკუთრება დაცული იქნება, საქმეს დიდი წარმატება ელის. მოწვევიდან ვიზიტამდე სულ თვენახევარი გავიდა. ბურ ფერმერთა დელეგაცია საქართველოში 41000 ოჯახის სახელი ჩამოვიდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ნახავს და მოისმენს აქ გადაღებულსა და ჩაწერილს და დაფიქრდება. შესაძლო ინვესტორებისა და თანამოქალაქეებისთვის პოლიციის ეფექტურობის დემონსტრირება პირადად მინისტრმა გადაწყვიტა. ფოტო, ელექტრონული ხელმოწერა და მართვის ქართული საერთაშორისო მოწმობა მზადაა. სუვენირი სასაჩუქრე სახელობით ნომერთან ერთად. ვერენდ იოჰანეს ვანზი. პირველი შთაბეჭდილება სერიოზულია. კი ქართული პოლიცია 10 წუთში აკეთებს საბუთებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკული სამთვეს უნდება, გინდა არ გინდა უნდა ენდო, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებშიც. ახალი ოცნებების ქვეყანა ვართ, თავისუფლების. და ამის შემდეგ შემიძლია პასპორტიც ავიღო. დიახ, მართვის მოწმობა კი პირადობის მოწმობა გამოგადგება. ახლავე შემიძლია პასპორტი გთხოვოთ? არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქრთამს გადაიხდი. რატომ? რუსები ხომ აღარ ყავთ? სხვა თანამდებობის პირეს აფრიკელები კიდევ უფრო არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ. სპორტის მინისტრმა შესაძლო ინვესტორებს 2 ლელო დაუდო. კიდევ 2 მინისტრი ამას ტრიბუნიდან უყურებდა. ყურების შთამომავლებმა ეს ბრძოლას წააგეს, მაგრამ დიდი სიამოვნებით. შემდეგმა დღემ შემდეგი მოულოდნელობები მოიტანა.
მმართველი კახეთში გამტკიცულაშვილების ვენახში და შეხვედრა თითქმის თანამემამულესთან, რომელმაც საქართველოსთვის სამშობლოს მიტოვების მაგალითი აჩვენა. კითხეს, რომ თუ თავრობა დაგვეხმარება თუ რამეს ინვესტიციას ჩავდებთ, ან თუ გადმოვალთ, ასე თქვათ, რომ ფერმა მარტოთ, მეთქი აუცილებლად დაგეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ასეთი ხელსაყრელი პირობები გვაქვს ინვესტორებისთვის. ბურების შთამომავლებს ნაფარეულში არაფერი დაუკვლიათ, მაგრამ საქმე არ დავიწყებიათ. საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილმა ნიადაგმცოდნემ ვას გლეხურად ჩაომუხლა. ძალიან კარგი მიწაჩავს, ძალიან. ბურებს აქვთ უნიკალური გამოცდილება ფერმერობის, იცით, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში დაინერგოს ახალი კულტურები. ეს ადამიანები თავიანთი ფერმერული ბიზნესებისთვის ეძებენ დივერსიფიკაციის გზებს, ეძებენ უფრო ახლო ადგილებს ბაზრებთან, ევროპულ ბაზრებთან, აზიურ ბაზრებთან და კარგი იქნებოდა თუ ისინი გააჩაღებენ თავიანთ მეურნეობებს საქართველოში. არ ვიცი რა ენაზეა ნათქვამი, მაგრამ საფერავის, მისი მომყვანის, დამკრეფის, დამწურავისა და შემსმელის ქებათაკებას თარგმანი აღარ სჭირდება. ამ სიმღერას კი თუ ბურებმა მართლა მოიფიქრეს და აქ ეთქმეს პირი, მათი შთამომავლებისთვის შეიძლება ოდესმე მართლა დაჭირდეს თარგმნა. მერე ვნახოთ, ბურული მაყრული თუ იავნანა რას აითებს. და კლავ მოგზაურობა გვანცა სუთიძემ არ